ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დღეს დილით დაწყებულ ოპერაციას ლომის ღრიალი უწოდა. პრემიერ ნეთანიაჰუს განცხადებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ირანის ტერორისტული რეჟიმის მიერ შექმნილი ეგზისტენციალური საფრთხის აღმოსაფხრელად სამხედრო მოქმედებები დაიწყეს. 47 წლის განმავლობაში აიათოლას რეჟიმისგან გვესმოდა სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას. ამ ტერორისტულ რეჟიმს არ უნდა მიეცეს უფლება აღიჭუროს ბირთვული იარაღით, ამბობს ნეთანიაჰუ. ის ირანელ ხალხს მოუწოდებს მოიშორონ ტირანიის უღელი. თავისუფლების საათი ახლოვდება. ამ სიტყვებით ირანელ ხალხს დონალდ ტრამპმა მიმართა და მოუწოდა სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ ხელში აიღონ ძალაუფლება. ტრამპმა ირანის სამხედრო ძალებს იარაღის დაყრა ურჩია. საპასუხო სარაკეტო იერიშებზე გადავიდა ირანიც. თავდასხმები ძირითადად რეგიონში მდებარე ამერიკულ ბაზებზე მიმდინარეობს. საუდის არაბეთში, ბაჰრეინში, კატარში, იორდანიაში საჰაერო თავდაცვის სისტემები ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს ანადგურებენ. საჰაერო განგაში სირენებია ჩართული ისრაელშიც. ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ისრაელმა სამოქალაქო ფრენებისთვის საჰაერო სივრცე დახურა. დედა 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნა საიძულებდა და თანხის შეგროვებამდე სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა. დაკავებულია 45 წლის ქალი. გამოძიების ცნობით ის 2023 წლიდან ბავშვს ყოველდღიურად უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას. ქალს 17 წლიანი პატიმრობა ემუქრება.